მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ამჯერად დიდი 10-ის მეოთხე ტურის ბოლო დასკვნითი შეხვედრა წიქარა დაუპირისპირდება არმიას აუჭალის სარაგბო მოედანზე, რომელიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან კარგ ფორმაშია. ორი აუთსაიდერი ამ მომენტისთვის, თუმცა წიქარა დაწინაურდა ცოტათი, 5 ქულა აქვთ მათ, ხოლო არმიას ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ 1 ქულა, 1 სანუგეშო ქულა მოგების გარეშეა არმია პირველი 3 ტურის შემდეგ. სწრაფად გავყვეთ შემადგენლობებს, არმიელები აი ამ 15-ეულით იქნებიან პირველი 2 და 3 ნომრებით საბა გოგოლაური, ლევან ჭავჭავაძე, ალექსი სვიანიძე, მეორე ხაზის დუეტი დავით გვიდიანი 4 ნომერი, 5 ვანო ბერიკაშვილი, 6 იაგო გელაძე, 7 გიორგი ჭურაძე, 8 გიგი ქურხული. 9 და 10 ნომრები ღერძი სანდრო ნახუცრაშვილი, გუდნის კაპიტანი გიორგი ჯაში, მისი მეწყვილე 10 ნომრად 11 ბექა მაჭარაშვილი, 14 ლუკა ტაბატაძე, უკანა ხაზის იდეებიდან შეუტევენ, ხოლო 15 ნომერი მელს პიტერსი, რაც შეეხება ცენტრებს 12 ლუკა კეშელავა, მასკი სანდრო მესხიძე შეუწყვილდება. მთავარი მწვრთნელი ლაშა ბაირამაშვილი, ჩემი მეწყვილე კვლავ ირაკლი ბაღათურია იქნება, რომელიც გაგაცნობთ წიქარას 15-ს. ისევ და ისევ მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, გადავიდეთ წიქარას შემადგენლობაზე. პირველი ნომერი შალვა ზვიადაური, 2 დიმიტრი ცაბაძე, 3 გიორგი გოგოლაძე, 4 მათე დარძულიძე, 5 გიორგი გაბრიაძე, 6 რევაზ ბორაშვილი, 7 ამირან სახელაშვილი და 8 გუნდის კაპიტანი ბექა ყორიაული, 9-ზე კობა ბუჯიაშვილი იქნება, 10-ზე დავით იმნაძე, 11 ნიკოლოზ ნოქარაშვილი, 12 გიორგი ასათიანი, 13 ჯიუტასა ნავე, 14 ლისანანა ასენგე და 15 სოსო მათიაშვილი გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭინჭარაული. როგორც ჩანს, დაუბრუნდათ ფიჯელი ლეგიონერები თბილისის წიქარას, რაც რა თქმა უნდა მათ უფრო გააძლიერებს. თან ორივემ ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ წიქარა ახლა ყოფილიყო იქ, სადაც არიან, გულისხმობ კროკობეთ დიდაც. მატჩის ოფიციალური პირები. ცენტრიდან საბა აბულაშვილი განსჯის, მას კიდეებიდან გიორგი ირემაშვილი და გელა ლემონჯავა დაეხმარებიან. ვიდეო რეფერი არ იქნება ამ შეხვედრაში. ხო, ასე ვთქვათ ის, რომ წიქარამ წინა მატჩში უშუალო კონკურენტთან გორის გორთან გაიმარჯვა და მოაგროვა თავისი პირველი ქულები დიდდატში, ხოლო არმია კი თავის პირველ გამარჯვებას კვლავ ელის. ნახოთ, რამდენად მოიგებენ დღევანდელ მატჩს. კარგი იყო ნასენგე. ნახუცრიშვილი შევიდა ბოჭვაში, თუმცა ძიმე ბოჭვა მოხვდა. ამირან არა, ბოდი გიორგი ჭურაძისგან. ხისტად იწყებს არმია დაცვაში თამაშს. აგრძნობინეს დიმიტრი ცაბაძეს თავიანთი დაცვის ძალა. კობა ბუჯიაშვილი მაღალი ფეხი, საკმაოდ ძლიერი, თუმცა არ არის მისწრებადი. პიტერსმა მაჭარაშვილს გადააწოდა, მაჭარაშვილმა ჯაში მოძებნა. შეძრა ჯაში. კარგი ჩვენება იყო შიდა მხარეს. მშვენიერი თამაშია პირველივე წუთებიდან. კარგ ტემპში მიმდინარეობს. ნახუცრიშვილი, პიტერსი. შეინახა ბურთი ალექსი სვიანაძემ. შემდეგ ფეხით თამაში ჯაშისგან გამოზომილია, ასხლეტის შემდეგ დაიმორჩილა მათიაშვილმა ბურთი და აბრუნა მეტოქის უკანა ხაზში. პიტერსი დიდი დრო აქვს ამ დარტყმის მოსამზადებლად, ძლიერი ფეხიც აქვს, გაგზავნა პირდაპირ კიდეზე. და გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე არმიელები. პიტერსის ძლიერი დარტყმი ძალიან კარგია, როდესაც ასეთი ფუფუნება გაქვს უკანა ხაზში მორაგბე, რომელსაც ძლიერად შეუძლია დარტყმა და მეტოქის ნახევარზე მარტივად გადასვლა. ზედიზედ 2 წელია კროკობეთ დიდი 10-ის ჩემპიონატში პირველი ლიგიდან 2 გუნდი ამოდის ერთბაშად, შარშან იყო არმია და ტაო, ახლა კი გორი და წიქარა არის. პიტერსი ვერ თამაშობს აერში, ზუსტად რაკი ჩამოაყალიბა, გაამაგრა წიქარამ. გიორგი გოგოლაძე წავიდა ძალიან კარგად, ბუჯიაშვილი, მათე დარძულიძესა და შალვა ზვიადაურის დუო
შედის კონტაქტში იმნაძე ფეხით გადაკიდება, ალზე შვიდად იჭერს ტაბატაძე. ტაბატაძე ამ ბურთს. ძალიან კარგი მორაგბია ლუკა ტაბატაძე. ხელი წამოიღო ჯაშმა, შემდეგ ფეხით თამაში, თუმცა მახვილი იყო კუთხე ძალიან ნახოთ სადამდე გამოიყვანა საკუთარი გუნდი, არც თუ ისე შორს ძალიან ახლოს დარტყმის წერტილიდან. ცოტა მოუმზადებლად დაარტყა იჩქარა ჯაშმა. ახასიათებს არაორდინარული გადაწყვეტილებები მას. ჩემი აზრით გიორგი ჯაში საკმაოდ ნიჭიერი მორაგბია და შეუულია 10 ნომერზე კარგათაც ითამაშოს. უბრალოდ ოდნავ მეტი გამბედაობა და სითამამე სჭირდება მას და თავდაჯერებულობა, რა თქმა უნდა, აქვს უნარები ამ მორაგბეს იმდენი, რომ გაართვას 10 ნომრობას თავი. შეგახსენებთ, რომ ის ადრე 9 ნომრის პოზიციაზე თამაშობდა. მიაწვა წიქარა. აქ არ ვიცი რამდენად ლეგალურად გადადის. უპირატესობა. იაგო გელაძე ბურთიანკაძე არ გადადის ლეგალურად როგორც ჩანს. სოსო მათიაშვილი მაგარი ბოჭვა მოხვდა მას კეშელავასგან. ჯარიმის უპირატესობა ბრუნდება გაცემულ წერტილში, მოლის წერტილში. ყორიაული ბურთით გუნდის კაპიტანი და წელებისკენ მიუთითა მან. ეს საქმე კი ასათიანს მიანდეს წიქარაში, რომელიც ასათიანი და ყორიაული ფაქტობრივად ერთად გაზრდილები არიან, ისინი ლელოს აკადემიის აღზრდილები არიან, ასაკობრივი გუნდებიც ერთად გაიარეს, ერთი წელი არის მათ შორის სხვაობა. და გიორგი ასათიანი დაარტყავს თუ არ ვცდები ლელოს ალიგას სწორედ ასათიანი და ყორიაული წრთნის. არტყმა გაუცუდა ასათიანს. მას ძალიან ძლიერი ფეხი, ჩვენ ვთქვით პიტერსზე და მასაც ძალიან ძლიერი და ზუსტი ფეხი აქვს, თუმცა როგორც ჩანს პირველი დაარტყმისთვის რაღაც ვერ მოემზადა სათანადოდ და გაუცუდა. 22-დან განაახლებს არმია. გადაურჩა პირველი ქულების გაშვებას სტუმარი გუნდი. მეროს პიტერსი ძლიერად გადადის მეტოქის ნახევარზე, სოსო მათიაშვილი იღებს ბურთს, მიდის ბურთისკენ, თუმცა ეუფლებიან არმიელები ამ სიტუაციაში. ტაბატაძე კარგი იყო ახალგაზრდა მორაგბე, იქ უნდა გადაგორდეს წიქარას მორაგბე, რა თქმა უნდა. 9 ნომერზე თავდასხმა. პიტერსი კიდეზე გადავა. მარტივი ჯარიმა მიიღო ახლა არმიამ და შანსი იმისა, რომ გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე. შევლენ 22-ში ვერა, მაგრამ 22-ის მისადგომებთან მივიდნენ არმიელები. ლევან ჭავჭავაძე ჩვენს ჩემპიონატში საკმაოდ გამოცდილი კვაჭი. საუკეთესო მელელოვეც კი გამختარა ის ჩემპიონატის. მოიგეს სუფთად ბურთი არმიელებმა და აყენეს მოლის სწორედ ჭავჭავაძე მოლის კუთხში. ემზადება ნახუცრიშვილი ბურთის გასატანად. დაჯარიმდა დავით გვიდიანი. ბლოკაზე დაჯარიმდა. რომელიც საფრანგეთში იყო წლების მანძილზე, ის ახალგაზრდული ნაკრების წევრიც იყო. ახლა დაბრუნდა და შეუერთდა არმიას. ხო, აქ როგორც ჩანს, მოლი მიდიოდა და ჭავჭავაძე გამოიყო მოლს, რომლის წინაც გვიდიანი აღმოჩნდა და ჩაითვალა ახალ მოლად და ამიტომ დაფიქსირდა ბლოკირება, იმავე მოლის გაგრძელება არ იყო სეპარაცია იქ მოწყვეტის მომენტში და ანუ კონტაქტში, როდესაც შედიხარ პირველი
ბურთიანი მოთამაშე უნდა იყოს და შემდეგ ბურთიანმა უკან უნდა გადააწოდოს. ეს კი მოკლე დერეფანი, სადაც ბურთს ააგდებს წიქარას კვაჭი დიმიტრი ცაბაც. 4 კაციანი დერეფანი იქნება ახლა. ორთაბრძოლაში მოიგო ყორიაულმა გაიტანეს ხაზზე იმნაძე მაღალი დარტყმული. პიტერსი იჩაგრება საჰაერო ორთაბრძოლებში. მათიაშვილი შეუძლია მას ამ სიტუაციიდან იმის გამოდნობა არ გამოუვიდა დაცვამ კარგად ჩახურა, შემდეგ კიდევ ერთი წინ თამაში, თუმცა როგორც ჩანს დასრულებული იყო უპირატესობა. გელაძემ როგორ მოიშორა 13 ნომერი ჯიუტასანავე. გვიდიანი გაიარა კარგად პირველი ზღუდედან ბოჭავი. შვენივრად წაიღო გვიდიანმა, ნახუცრიშვილი მოუწოდებს თავის მესამე ხელს დააგრძელოს რაქი და ნახუცრიშვილის მაღალი დარტყმული, რომელსაც ტაბატაძე მიყვება. არ გატეხეს ხაზი არმიელებმა, სწორადაც მოიქცნენ, რადგან იყო იქ კონჩეტევის წამოღების საშუალება. მაინც მოაქვს წიქარას, თუმცა აი კარგავენ შემდეგ ბურთს. ნასენგე, რომელიც იყო მიწაზე მოთამაშე, ორჯერ ითამაშა ბურთზე, მას არ ქონდა ბურთზე თამაშის უფლება და დააჯარიმა კიდევაც საბააბულაშვილმა, რომელიც იქვე იმყოფებოდა. ცოტა ქაოსური პირველი წუთები გვაქვს, პირველი 11 წუთი. ვერ დავაგდა ვერც ერთი გუნდი, ფაზური შეტევები ნაკლებად ვნახეთ, უფრო არეული თამაში გვაქვს. თუმცა კარგი ის არის, რომ ბევრი შერკინებები არ გვაქვს და დრო აი შერკინების მოწყობაში არ გადის. და უფრო აი ხელით თამაშია, ვიმედოვნოთ რომ გუნდებიც დალაგდებიან და უფრო ლაღი და საინტერესო თამაში იქნება. ეხლა კი პირველად რეალური ლელოს გატანის შანსი არმიას, რომელიც 5 მეტრიანში. ხო, სალელოე მანძილზე მიუახლოვდა. არმია მეტოქეს. ნახოთ დერეფანი, მოიგეს გელაძეზე. აგრძელებს წინსვლას, მოწყდა და ამიწა და ეს ლელოა. თუ არ ვცდებით, ეს იყო გიგი ქურხული, არმიას 8 ნომერი, რომელმაც გაიტანა პირველი ლელო დღევანდელ მატჩში 5-0 დაწინაურდნენ თბილისის არმიის მორაგბეები. ახლა გარდასახვა, რომელსაც დაარტყავს მერს პიერსი, ძალიან კარგად გააკეთა ყველაფერი თბილისურმა გუნდმა. გუშინდელი თამაშის შემდეგ ამაყი იქნება პიტერსი, ეს წინდებიც, მისი სათამაშო წინდები თავისი ქვეყნის ფერებში. პიტერსის პირველი დარტყმა ზუსტია. 7-0 დაწინაურდა გასვლაზე არმია წიქარასთან. თუმცა ნომინალურად არის ეს ცხადია, ორივე გუნდი ამ მოედანს იყოფს. არა, არმიას საშინაო არენა წელს იქნება პლატო. ხო, თუმცა მაყურებელი მიეჩვია უკვე ავჭალას და თუმცა ავჭალაზე არ ვარჯიშობს თბილისის არმია, ისინი რადგან ლოკომოტივზე ვარჯიშობენ, უფრო მეტად ეკუთვნოდა წიქარას და ყაზბეგს. სწორედ მათი საშინაო მოედანი იქნება წელს ავჭალა. ხოლო არმია წლების მანძილზე თამაშობდა არმია აქ უკვე. კი, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ეხა ფიზიკურად 2-ზე მეტი გუნდი, 3 გუნდის საშინაო არენა რომ იყოს ავჭალა, ფიზიკურად ვერ გამოვა. ცუდი მიღება, უпростоრად მიღება კარგი იყო, შემდეგ პიტერსმა გადაამლაშა და ცაბაძეს ეკნება ბურთი. მეტოქის 22-ში მოაწვის დერეფანში ბურთს. ცაბაძე ახლა უკვე წიქარას აქვს შანსი აიღოს პირველი ქულები დღევანდელ მატჩში. დარძულიძეზე აგდებული ბურთი გაიშალა ხაზზე.
შეუდია თავად ნავემ. ისევ მარჯვენა ფლანგი. კარგი ბოჭვა გააკეთა მესხიძემ საკმაოდ მეტოქეზე ისევ დარძულიძეს კარგი ბოჭვა გაუკეთეს. გასუფთავდა რაკი ბუჯიაშვილი ასათიანი თავად წავიდა, რომელსაც დაუხვდა ქურხული. და კვლავ არასაჭირო ჯარიმა. ერთი მხრიდან თუ ასეთი იყო და ნახუცრიშვილზე დაჯარიმდნენ, აქ უკვე არმია დაჯარიმა. საკონტროლოს რო იწერდა მასწავლებელი თვალზე დაგადგება, ეგეთი მომენტი იყო. ახლა იაგო გელაძე 9 ნომერს იჭერდა და საბა აბულაშვილი იქვე იდგა. ხელვარება არის ორივე მხარეს. აი ზუსტად აღნიშნა კიდევაც საბა აბულაშვილმა, ოღონდ ხელი ქონდა პირიქით. არმიელთა მხარეს გაშვერილი. როგორც ჩანს, კარისკენ უთითებდა. ასათიანს ახლა ბევრად მარტივი პოზიცია აქვს იმისთვის, რომ გაიტანოს ზუსტად ჯარიმა და ანგარიში გახადოს 7-3. ნახოთ რამდენად სწორად და კარგად მოახერხებს ის დარტყმას. როგორც გითხარით, კოკობე დიდიათის მეოთხე ტური მიმდინარეობს და უკვე გაიმართა 4 მატჩი. ტური დაიწყო პარასკევს ბათუმისა და ლელოს თამაშით, სადაც ბათუმ 23-11 იმარჯვა, შემდეგ უკვე ქუთაისის აია და ხვამლის თამაში იყო დაძაბულ ბრძოლაში 29 იმარჯვეს ქუთაისელებმა. გორი ყაზბეგი 24-17 ბოლო წუთზე გორმა დაამარცხა ყაზბეგი გორში, ხოლო ხარები არესი, სადაც აქაც ძალიან დაძაბული ბრძოლა იყო, 6 ქულიანი უპირატესობით 34-28 მოიგეს ქუთაისელებმა. ჩვენ თამაში კი 3-7 იგებს არმია. ზუსტი იყო ასათიანის დარტყმული მარტივი პოზიციიდან, ველს პიტერსი ცენტრიდან განაახლებს. მაღალი საბრძოლო დარტყმული, შვიდად ეუფლება წიქარას ბლოკი. მიმღები ბლოკი. ბუჯიაშვილი პირდაპირ ამზადებს დარტყმას. კიდეზე ვერ გადავა, მოუწევს მოედანში დატოვება, თუმცა ამ კუთხით აქვს უპირატესობა ნახუცრიშვილმა გადააზღვია ახლა უკანა ზონა. ნახუცრიშვილი ჰაერში ძალიან კარგია. პიტერს ჰქონდა პრობლემები. ჭავჭავაძეს ორმაგი ბოჭვა მოხვდა. გამოვარდა რაკიდან ბურთი. პიტერსი დაიქნია თავად შევიდა, ამოაგდო მაჭარაშვილისგანაც ნახეთ ამოგდება ნახუცრიშვილი, ჭკვიანური გადაცემა გელაძე აჩქარდა ფეხით თამაშობს, შეიცურა წნეხში ახლა მათიაშვილი. ძალიან როგორი მშვიდი დამაჯერებელი იყო სოსო მათიაშვილი, ორი ბოჭავი აირიდა, შემდეგ კი დაჯარიმდა არმია ჩავარდნაზე. ისევ და ისევ არასაჭირო ჯარიმა არმიელების მხრიდან. წნეხში იყო მთლიანად წიქარა და ძალიან ადვილად გამოვიდნენ ამ წნეხიდან წიქარას მორაგბეები. მათიაშვილის კარგი მოძრაობა იყო იქ ბურთის აღების შემდეგ. თუმცა იაგო გელაძის მოქმედებასაც გამოვყოფთი, რომელმაც ძალიან კარგად გააკეთა ყველაფერი. ოდნავ ძლიერი მოვიდა შეცვლილება. აკი იმ ნაძეს მოვიდა, ოდნავ მეტი კიდეზე გადასვლისას ვერ განსაზღვრა თავისი ფეხის ძალა და მანძილი და დარჩა ბურთი მოედანში. ჭავჭავაძე არც თუ ისე კარგი გადაცემა. თუმცა რჩება იაგო გელაძე მოედანში, ნახუცრიშვილი ჯაში კარგად წაიღო გოგოლაურმა. ისევ ნახუცრიშვილი ჯაში, მელს პიტერსი სიღრმეში ათამაშა თანაგუნდელები, მოძრაობა კეშელავა. შეინახა ბურთი. ჯაში დაარტყმევინა ბერიკაშვილს. ისევ ჯაში, რომელიც თავადვე წავიდა. აი წიქარა სწრაფად წევს ძალიან ხას, აქ დაჯარიმდნენ რაკში. სწრაფად წევს ძალიან ხას და უკლავს განვითარებას. ამიტომ მოუწია ახლაც ჯაშს თავად შეტევა. აქ მათე დარძულიძე იყო ბოჭავი, ბოჭვის შემდეგ შებოჭილ კაცს არ გაუშვა ხელი და პირდაპირ ბურთზე ითამაშა, რაც რა თქმა უნდა ჯარიმა, ასეც მიანიშნა საბა აბულაშვილმა ახლა ძალიან კარგი წერტილი იმისთვის, რომ კარში დაარტყანა თბილისის არმიის მოთამაშეებმა და კერძოდ მელს პიტერსმა, თუ არა და უნდა გადავიდნენ კიდეზე. ნახოთ რას მოიფიქრებენ. კარი მიუთითეს უკვე.
პიტერსის დარტყმა, მანძილი იყო, მიზანიც გაასწორა. 10-3 აღდგა 7-ქულიანი უპირატესობა არმიელთა მხარეს. მე-20 წუთისთვის მოსაწყენა და არ გვაქვს ნამდვილად საქმე. ისეთი მძიმე შეხვედრა არ არის, როგორც წინა მატჩი გამოვიდა. კი, საინტერესო თამაშია, საკმაოდ გუნდებს რა თქმა უნდა სჭირდებათ უფრო დაალაგება შეტევის დროს, თუმცა გაჩერებები არ გვაქვს და ჩვენ ამაზეც ძალიან კმაყოფილები ვართ. მოლი ნახოთ რამ ხელა მანძილს მოიგებენ თბილისის არმიის მორაგბეები მოლით. შვენივრად მიდის მოლი. 10 მეტრიანს გადაცდნენ 22-დან დაწყებული. არ შედიან და აქ არასწორად შევიდა, რა თქმა უნდა. დაიქნია, ნახუცრიშულმა ამოაგდო, თუმცა ხელიდან გაუვარდა შემდეგ წიქარას 6 ნომერს რევას ბორაშვილს. და პირველი შერკინებაა? დერეფანია. ხო, დერეფანი. არ არის დერეფანი. შერკინება. მაშინ პირველია. არმიელთა წინ თამაშის მერე შემდეგ უკვე წიქარას მორაგბეს მოხვდა ბურთი და ისე გადავიდა კიდეზე. არმიელთაგან რომ გადასულიყო, მაინც დაინიშნებოდა დერეფანი. არ ექნებოდა არჩევანი წიქარას მორაგბეებს დერეფანი თუ შერკინება. ჩვენთან ასეთი წესია დიდად. კიჯის მსაჯმა დამაბნია, რომ ხელი გაიშვირა არმიელთა მხარეს და ჩავთვალე, რომ წინ თამაში არ იყო და იყო უბრალოდ ხაზი გაუსვი იმ წესს, რომ ეს გასაკეს კი ჩვენთან სხვაგვარად მოქმედებს, რომ შევამციროთ შერკინების რაოდენობა და თამაში ავაჩქაროთ. რამაც გამოიღო თავის შედეგი უკვე. აი რატო გჭირდება ხოლმე თამაშის აჩქარება და შერკინებების არიდება. ობა ბუჯიაშვილი ბურთით. როგორც ჩანს, ორივე გუნდის პირველი ხაზი ერთბაშად წავიდა წინ, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა გადაეწყოს შერკინება. მცირე დაზიანება საბაგო გოლაურს არმიელთა პირველ ხაზელს, აქ ცაბაძეს და ჭავჭავაძეს მითითებებს აძლევს საბა აბულაშვილი. ყველაფერი რიგზია, ახლა დაინიშნება შერკინება. უკვე მესამე ორჯერ გადაეწყო და ახლა ვნახოთ როგორი შერკინება იქნება. ჯერჯერობით კარგად დგას ორივე გუნდის პირველი ხაზი.
გამოვიდა ბურთი ბუჯიაშვილი იმნაძე და ასათიანისგან იკითხება რომ აქ ფეხს დაარტყავს ციქარას 12 ნომერი პიტერსი აბრუნებს პირდაპირ კიდეზე გაგზავნა ბურთი და ცენტრამდე აიყვანა საკუთარი გუნდი. ხო დაახლოებით იგივე ადგილას იქნება, ოღონდ ახლა უკვე დერეფანი ექნებათ ციქარას მორაგბეებს შერკინების ნაცვლად კარგი პოზიცია რა თქმა უნდა. მაღალი აბრაგანი შეიძლება აქედან დაიკიდოს, შეიძლება კარგი კომბინაცია ჩათამაშდეს ხაზში. ცაბაძეს ელოდებიან ბურთის მოსაწოდებლად შეაგვიანდა რაღაც გარკვეული სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა დიდი ალბათობით. ცაბაძე მივიდა ბურთთან. საერთოდ ვერ გაიგეს ციქარას აუჩი რა ხდებოდა. ჭურაძე ამოუგდო ჯასში. გვიდიანმა იბრძოლა, წინ წასწია ბურთი, რაკი გასუფთავდა და მარცხნივ გაიშალა. აკი ანუ ბერიკაშვილი ძალიან კარგად შეაჩერეს ციქარას მორაგბეებმა ნახუცრიშვილი. გვიდიანს გაეხსნა, გაჭრა ხაზი, შეუძლია ამოგდება. კეშელოვას მოხვდა. მაგარი ბოჭვა, თუმცა ტემპს არ აგდებს არმია კვლავ იმავე ფლანგზე. მარცხნივ ქურხული სწრაფი რაქია ახლა საჭირო იმისთვის რომ აჩქარდეს თამაში. ძლიერი დარტყმა, რომელსაც სოსო მათიაშვილი ადგილზე ხვდება. დაელოდება ახლა თავისიანებს, როდესაც დაბრუნდებიან 22-ში და შემდეგ უკვე გავა ფეხით. დიდი ალბათობით აუჩი დაარტყავს, თუმცა შეიძლება მოედანშიც დატოვოს. სწრაფად შემოაგდო არმიამ. მაღალი ბურთის აწევას აპირებს ჯაში, თუმცა ფრთაზე მონახა სივრცე მაჭარაშვილი, შეუძლია გამწვავება, ასეც იქცევა. რამხელა მანძილი დაფარა ბექა მაჭარაშვილმა, გაიწმინდა რაქის სწრაფი გადაყრა, აგრესიული ჯაში ათამაშებს სიღრმეში. მესხიძე კარგად მონახა გადაცემის ადრესატი. იაგო გელაძე, რომელიც კარგად მიდის და 22-ანთან მივიდნენ უკვე არმიას მორაგბეები. ნახუცრიშვილი ჯაში კვლავ ჩაიჭრა ბურთი ჯაშმა. საჩუქარი გაუკეთა ნასენგეს. მაგრამ აქ ჯერ არაფერი დასრულებულა. საწამოეწივნენ. რამდენი ხანია ნასენგე? რაკი. სამფად გავიდა დარძულიძე. იაგო გელაძე და დაამიცა კიდევაც ბურთი. მაგრამ ხომ არ იყო თამაშგარე. ქურხულს ყვითელი ბარათი როგორც ჩანს. გამზადებული აქვს. ქურხული თუ ბერიკაშვილი. თამაშგარის წესის დარღვევისთვის ცინიკურად განიხილა ეს დარღვევა აბულაშვილმა. მაგრამ ჩვენ არ გვითხოვს არაფერი, რა ლელო ვერ დადო ციქა. ხო, რაღაცა იქ გაერთო ტემპი დააგდო ნასენგემ, ამოუგდო თანაგუნდელს. შემდეგ არმიელებმაც ვერ იყო ჩაღეს, როდესაც 3 გადამყრელი ცდილობდა ნასენგეს მოშორებას რაკიდან და ვერ მოახერხეს. ცოტა არ იყოს გამიკვირდა კიდევ. ეშელავა კი ცალკე გამოსაყოფი ამბავია, რომელიც არ დანებდა, არ ჩამორჩა, დაეწია ლისავა ნასენგეს და გადაარჩინა ამ მომენტში თავისი გუნდი. 100%-იან ლელოს. იქ თითქოს პირველ მომენტში კარგად იყო ბურთზე ჩასული, ვერ დავინახე ზუსტად რომელი არმიას მორაგბე იყო. თუმცა იქ ვერ ამოიღო ის ბურთი, შემდეგ უკვე ნასენგე 3 კაცი ეჭირა ერთბაშად
და ამასობაში მოვიდა კიდევაც ციქარას დახმარება რაკში და შემდეგ უკვე ვანო ბერიკაშვილი აღმოჩნდა თამაშგარე მდგომარეობაში, ყვითელი ბარათით დაისაჯნენ კიდევაც არმიას მორაგბე და კერძოდ გითხარით უკვე ვანო ბერიკაშვილი. აქედან საინტერესოა ბუჯიაშვილი რას მოიფიქრებს. როგორც ჩანს, სწრაფად ათამაშებს. თუ კარში არ თხოვს, კარში. ხო, ლოგიკურია, პირველ ქულებს აიღებენ, მიუახლოვდებიან ისევ და შემდეგ ექნება წინ გასვლის შესაძლებლობაც. ხო, უნდა ყოფილიყო ლელო, მაგრამ იქნება ჯვარიმა. შვენიერი დარტყმული გამოუვიდა ასათიანს საკმაოდ მარტივი პოზიციიდან ანგარიში ხდება 10-6. 4 ქულიანი უპირატესობა კვლავ არმიელთა მხარეს არის. არდა კარგი შეტევა ჰქონდა არმიას. ჰქონდა შანსი იმისა, რომ ქულები მოეპოვებინა თუმცა პირიქით. ხო, მწვავედ უტევდნენ და დაუშვეს შეცდომა. შეცვლა? არ ვიცი. ხო, როგორც ჩანს, არაფერი გრძელდება თამაში. ჯაკ მაჭარაშვილი რა ჭკვიანურად თამაშობს. გადაყრას დროულია. ხო, ნახუცრიშვილი აღარ არის მოედანზე. საინტერესოა მან პოზიცია შეიცვალა თუ ტრავმა აქვს. ამას გავარკვევთ. ჭურაძე დაუძახა თანაგუნდელებს. წავიდა წინ. ბარბაკაძე. ლაშა ბარბაკაძე ცვლის ვიღაცას და ამას გავიგებთ ის. გასულ სეზონში დრედებით და გრძელი თმებით იყო შეიძლება ვერიცანით ასე ნახუცრიშვილი გახსენეთ. მოედანზეა. კეშელავა სავარაუდოდ და ნახუცრიშვილი გადავიდოდა შუაში. ნახუცრიშვილს ერთ შერკინება შეაუთამაშია თორე დანარჩენი შეიძლება უთამაშია კიდევაც და არ ვიცი. კი, ნახუცრიშვილი ძალიან ბევრს ნიშნავს არმიასთვის. ხო, არა მხოლოდ იმიტომ რომ უნივერსალი მორაგბეა, სამგუნდეს გაზრდილია. ხო, თილის მათ ჩამოყალიბდა. დავითიანი იყო ესეთი გუნდი, დავიდან თამაშობდა იქ. შემდეგ უკვე არმიაში. შევიდნენ სეზონიც აქვთ ბელიგაში მოგებული. შევიდნენ კიდევაც 5 მეტრიანში და ვნახოთ ახლა რას მოიფიქრებენ. გვიდიანმა დაარტყა. კაცნაკულობის ჟამს არმია დროს ატარებს მეტოქის 5 მეტრიანში. ბურთისად არის, ბურთიც გამოჩნდა. ჭავჭავაძე. ლოვან ზონაში მიეძალა. გამოვიდა ახლა ხაზზე. მესხიძე მონახა მაინც გასაქცევი და დაჯარიმდა. ხო, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არ შეელია ბურთს მიწაზე მესხიძე და საბა აბუაშვილს. მარტო იყო და ძალიან ლოგიკური რაღაც მოხდა. გადამყრელები რომ დააგვიანებდნენ, ესეც სულიად გასაგებია. მანამდეც ვთქვათ ის რომ მე პირადად რაც შევამჩნიე გიორგი ჯაშმა მესხიძე ისეთ პოზიციაში შეიყვანა, სადაც მესხიძე მარტოც იყო და სივრცე საერთოდ არ იყო. არც ინტერვალი არ ჩანდა იქ და დარჩა მესხიძე მარტო 4 მოწინააღმდეგის წინააღმდეგ. იმნაძეს აეჭრა დარტყმა და 22-ის მისადგომებთან ციქარას მორაგბეები მოაწვდიან ბურთს აუტიდან. დიმიტრი ცაბაძე
ოიგეს დერეფანში ბურთი. წიქარას მორაგბეებმა შემდეგ დარტყმა ძალიან კარგად მიეზალა გაბრიაძე. მაღალ სისწრაფეზე შევიდა მეორე ხაზელი. შალვაზვია დაურის დარტყმაც ნახეთ, ახლა კი კობა ბუჯიაშვილი გეგმავს ფეხით შორს გასვლას. არც უისე შორს. შეცდომა მორიგი წინ თამაში. კარგი იყო ტაბატაძე ჰაერში. კარგად ახდა, პირველიც იყო ბურთზე, თუმცა ვერ შეიმაგრა, წინ თამაში დაფიქსირდა და შერკინება დაინიშნება. სამწუხაროდ არ გვესმის საბა აბუაშვილის ხმა. საინტერესოა რა შეეუბნება დიდი ალბათობით იმას, რომ საჭთან აპელირება არ იყოს წიქარას მხრიდან. რაც შოთა თევზაძემ დღეს გამართულ შეხვედრაში რამოდენიმეჯერ მიუთითა მოთამაშეებს. ორი 9 ნომერი ყავდა მარკაფაში. თბილისის არმიას კოტეიაშვილის და ლაშა ბარბაქაძის სახით. ბარბაქაძე შემოვიდა, სავარაუდოდ კოტეიაშვილიც მეორე ტაიმში გამოჩნდება. ბუჯიაშვილი იმნაძე. ლამაზი გადაცემა ასათიანისგან შეტევა ვერ გაგრძელდა აქ. ჯარიმა რა თქმა უნდა. ძალიან ტექნიკურად ითამაშა გიორგი ასათიანმა, ძალიან ორიოლმა სწრაფად გაათამაშა ამ მომენტს მოგვიანებით დაუბრუნდებით აუცილებლად ფრთაზე ჩაიტანა წიქარამ. ბუჯიაშვილი შეატრიალა შეტევის მიმართულება გაბრიაძე. ისევ ბუჯიაშვილი გოგოლაძე თავად მივიდა და წინ თამაში. ახლა კი კონჩეტევის საშუალება აქვთ არმიელებს გამოვიდა ბურთი მერს ნახუცრიშვილზე, რომელსაც ძლიერი დარტყმა აქვს. ნამდვილად, თუმცა ტოვებს ბურთს მოედანში. ზიაწიეს წინ შეაჩერეს ნოქარაშვილი. ნიკოლოზ ნოქარაშვილი ძალიან კარგი იყო გასულ შეხვედრებში. იმნაძე, ასათიანი, ბორაშვილს კარგი ბოჭვა გაუკეთეს. თუმცა ჭკვიანურად თამაშა, მანაც ბურთს გაუშვა, ხელი აიღო, წინ სვლა ძალიან დიდი ბოჭვა. მანძილი დაფარა კონტაქტის შემდეგ. ისევ ბუჯიაშვილი, იმნაძე არის სივრცე ნასენგეს ორმაგი ბოჭვა მოხდა. და ბურთი ამოღებული. არმია კარგად ართმევს კასტანკულობის ჟამს თავს. მეტოქის შეტევებს. კარგი დიაგონალი. თუმცა ადგილზეა ნასენგე უნდა იყოს, რომელიც აბრუნებს ფეხით. შორს ძალიან მაგარი დარტყმა შეასრულა. ნასენგი არა, ეს იყო ჯიუტასა ნავე, ხო? ნუ მეც გამიკვირდა. ნავესგან ასეთი ფეხის დარტყმა. ნუ იდეალური ფეხის დარტყმა იყო. შეიძლება აი ხა ეხლანდელი გადმოსახედიდან ვთქვათ, რომ ყორიალმა იჩქარა სწრაფად რომ გაათამაშა. სისტემურ თამაშს რომ იყოლოდა წიქარა, ისიც კარში უნდა დაერტყათ და 9-10 გახდებოდა ანგარიში, თუმცა გარისკა ყორიალმა წინა თამაშიც ასე გარისკა და მის რისკს მოყვა მეტოქის გუნდიდან ღანიაშვილის გასიმბინება და ლელოს დადება. შემდეგ უკვე ლელო, დიახ. ასე რომ ქონდა მას რისკის აღების საფუძველი ნამდვილად. ზვიადაძე კოჭლობს სამწუხაროდ. ზვიადაური. და მის მაგივად მარკაფაში არის ნიკა ლავრელაშვილი. თუმცა რჩება ჩვეულებრივად მოედანზე შალვა ზვიადაური. იაგოური ხელით საკმაოდ დამაჯერებელია, გავიდა ბურთი ჯაშზე. კურხული კარგი ნიშნავად დაარტყა. პიტერსი კარგავს ბურთს, შემდეგ ამოგდებაც არაზუსტი იყო.
წინ თამაში და აუტი, ანუ აუტი იქნება. საბაძე ჩარტულიძე გასუფთავდა რაკი ყორიაული გამოვიდა ბურთი ხაზზე იმნაძე ასათიანზე ცუდი გადაცემა ასათიანის, თუმცა კვლავ შეტევაზეა წიქარა ჩაიტანეს ნავემდე ამოაგდო ნასენგე, აი ახლა ჩაერთო თამაში. ბუჯიაშვილი ათამაშებს მორკინალებს ზურგს უკან, შემდეგ იმნაძე, ასათიანი თამაში გარეს გავდა. დაგეთანხმები აქედან გამოჩნდა რომ მაგრამ კარგი დარტყმული გამოუვიდა. სავარაუდოდ გვერდითაც მოუთხარ ეღვას ბორაშვილს რომ წინ იყავიო და ბორაშვილმაც შეწყვიტა მოძრაობა. ასათიანს გამოვიდა ძალიან კარგი დარტყმული. ახლა შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს არმიას, თან გაძევებული ჰყავს 10 წუთით ვანო ბერიკაშვილი, მეორე ხაზელი, რაც ამ შეცდომის პროცენტულობას ალბათ ზრდის. თან წინა თამაშით ვნახეთ მსგავს სიტუაციაში დასჯილი გუნდი, როდესაც მცირე უზუსტობა აუჩი და მეტოქემ დასაჯა 5 ქულით. წინა შეხვედრაში შოთა ხელაძე იყო ასეთი მორაგბე და ერთი პატარა შეცდომა უნდა აქ ამ წერტილში და ისჯები ლელოთი. ორთა ბრძოლაში არმია ახერხებს გუნდის მოგებას, ჭავჭავაძე გადაიყვანეს. შეცდომად დაშვებულია და წიქარას აქვს დერეფანი. მეტოქის 22-ში არიან დაახლოებით 10 და დაბრუნდა მე მგონი ბერიკაშვილი ამასობაში. ელონტე შემოვიდა ბერიკაშვილი, გათანაბრდა მორაგბეების რაოდენობა მოედანზე. შემოვიდა ბერიკაშვილი, გაკრა ხელი გურს, თუმცა ყორიაული იმორჩილებს დერეფანში. მაგრამ ძალიან კარგად დაუშალა მოლი. წინსვლა არის 5 მეტრიანშია წიქარა, სწრაფი ბურთი სჭირდებათ მათ, აქ ჭკვიანურად ითამაშა ბუჯიაშვილმა, აკიდა ჯარიმა მეტოქეს გამოვარდა რაკიდან ბურთი, ჯარიმა გაიცა. მაგრამ ნახოთ მისცემს თუ არა ყვითელს, სავარაუდოდ არ მისცემს. მე ეჭვება იმიტომ რომ ჩადიოდა უკან და ამ დროს ხო, არ იყო ცინიკური თამაში, ცდილობდა რომ გასცლოდა თამაშგარის ზონას და ბუჯიაშვილმა დასაჯა მეტოქი ამისთვის. თუმცა მშვენიერ წერტილში ექნება ახლა იმნაძეს გადატანის საშუალება კიდეზე, სუფთად გადაიტანა. ახლა ვნახოთ უკვე არმია რას იზამს, ახტება დერეფანში თუ დაუხტება. როგორ ჩანს სრული დერეფანი ერთი. გეს მოლი გადაუშალა არმიამ წიქარამ ვერ ისარგებლა ამ ეპიზოდით. ჰქონდათ მათ შანსები რომ წინაც გასულიყვნენ, ან მინიმუმ ერთ ქულამდე დაეყვანათ ჩამორჩენა. სანამ ყვითელი ბარათით იყო დასჯილი ბერიკაშვილი. ახლა გართულდა ცხადია ეს საქმე უფრო. როგორც ჩანს გასულია დრო, ჯაშმა გაათამაშა და გადაიტანა ბურთი კიდეზე. ანგარიში 6-10 საკმაოდ თანაბარი თამაშია, რაღაც ერთი მომენტის თამაშია. ნახოთ მეორე ტაიმში რომელ გუნდს დარჩება უპირატესობა, ჩვენ დავისვენოთ 10-15 და დაგიბრუნდებით ძალიან მალე.
გიბრუნდებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, რაგბი ტივის პირდაპირ ეთერში კროკობეთ დიდიათის მეოთხე ტურის ბოლო მატჩი, სადაც თბილისის წიქარა მასპინძლობს თბილისის არმიას. ანგარიში 6-4 არის არმიელთა სასარგებლოდ. ჩვენ კი ირაკლი ბაღათურია და სერგო ჟორჟიკაშვილი 6-10. დაიწყება ძალიან მალე. ხო, ორი კომენტატორი გაგვაერთიანე, ხო? მოკითხვა სერგოს. მე საბა გახლავართ, ესკიმელს პიტერსია ბურთით, საბა აბულაშვილის ნიშანიც მივიღეთ და განახლდა შეხვედრა. წიქარა მიღებაზე გაბრიაძემ დაარტყა. გამოვიდნენ 22-დან სპინძლებით სუდი გადაცემა, თუმცა გაიჭრა ხაზი შიგნით არის ბუჯიაშვილი ადრესატი ამ ბურთის. ნასენგემ გამოუტანა 100-იანს მაღალ სისტრაფეზე. სიფრთხეზე სახელაშვილი ნაძემ. კარგი არის სახელაშვილი, ძალიან მოიგო რამოდენიმე მეტრი, თუმცა შემდეგ ბოჭვაში ქურხული ბურთში შევიდა და დაახევინა რამოდენიმე მეტრი უკან მათე დარძულიძე. გასუფთავდა რაკი ბუჯიაშვილი კვლავ. გვიდიანმა ამოიღო. ძალიან კარგად. ხო, იქ უყურებდა გოგოლაური იმის მაგალითად რომ რაკში შესულიყო და დაჯარიმდა კიდევაც ამოუღო კიდევაც ბურთი არმიამ. ჯაშის დაარტყმულის შემდეგ ითამაშა მათიაშვილმა შესანიშნავად აერში ბურთს. ინარჩუნებს წიქარა მეტოქის ნახევრისკენ გადასვლას ცდილობს 100-იანი თავად წავიდა კონტაქტზე. არ იყო ურიგო მიძალება. ისევ წიქარას მორაგბეები ბუჯიაშვილი მიწისკენ წავიდა წიქარას პირველი ნომერი. შემდეგ შეცდომას უშვებს ნოქარაშვილი. თუმცა ბურთს ინარჩუნებენ. ბუჯიაშვილი შეუტია, წაიწია, კარგად წინ გადადენეს კიდეზე. მარტო იყო ბუჯიაშვილი, ორი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, ერთ-ერთი იაგო გელაძე იყო მესამე ხაზელი და რა თქმა უნდა, მარტივად ვერ გამოძრა სიტუაციიდან კობა ბუჯიაშვილი, კიდიდან ბურთს განაახლებენ უკვე თბილისის არმიას მორაგბეები, ეს კი ლევან ჭავჭავაძე მათი კვაჭი. მარკაფაში არის გიორგი მექვაბიშვილი, ნიკა ნეფარიძე, ჯემალ შათირიშვილი, დიმიტრი ბერიძე, ტატო გვიმრაძე, ლაშა ბარბაქაძე შემოსულია, გიორგი თევდორაძე, რომელსაც შეუულია არმიელთა შეტევების გამწვავება და კოტე იაშვილი, მასაც საკმაოდ კარგად შეუულია არმიელთა შეტევების გამწვავება, ხოლო წიქარას მარკაფაში ჯაბაც ციხელაშვილი, ნიკა ლავრელაშვილი, რატი ქურასბედიანი, ფრიდონ ვეშაგური, ლაშა გოგიაშვილი, ლევან ბერძენიშვილი, გიორგი ფოცხვერაშვილი და ლუკა ბურდული არიან. მოლით წინ მიიწევს არმია. ჯარიმის უპირატესობა აქვთ. მოწყდა ჭავჭავაძე, წავიდა თავად დაარტყმაზე, ამოგდებაც მოახერხა გელაძე. გადავიდა თამაში რაკში, გასუფთავდა რაკი მაჭარაშვილი. დაარტყმევინა მორკინალთა ჯგუფს. გამოათავისუფლეს 9 ნომერი, თუმცა კვლავ მაჭარაშვილი მივიდა ბურთის გამტანად. ჯაშის გადაცემა, სიფრთხეზე გაიჭრა მელს პიტერსი, ეძებს გაგრძელებას, ცოტა წინ იყო დევრისთვის მისი გადაცემა და ლუკა ტაბატაძე ვერ დაეუფლა ბურთს, სწრაფად შემოაგდეს. ხო, ჯარიმის უპირატესობა იყო, რა თქმა უნდა დაბრუნდეს, რადგან სათანადო მანძილით ვერ იხეირა არმიამ და ვიცით რომ ჯარიმის უპირატესობა ყოველთვის უფრო დიდხანს გრძელდება ვიდრე წინ თამაშის უპირატესობა, ასე რომ ჯარიმა ბრუნდება წერტილში, სადაც მოლში არასწორად შევიდნენ წიქარას მორაგბეები, ანუ გვერდიდან. კიდეზე გადადიან სტუმრები.
ეს კი მშვენიერი პოზიციაა ლელოსთვის. მოიგეს ბურთი სუფთად. ჭურაძემ მოხსნა, ჭავჭავაძე აკონტროლებს მოვლის მიმდინარეობას კუთში. სწორედ ის არის ლევან ჭავჭავაძე და მიწება რამდენად მოხერხდება. ბურთი ჩაიხურა. წიქარას ქება და ქება აი ამ ურთულესი მოვლის დაცვისთვის. ალბათ უფრო რთული იქნებოდა ამ სიტუაციაში ლელოს ვერ დადება, ვითრე დადება. იმდენად დომინანტურად მიაწვა არმია, თუმცა როგორც დაინახეთ, ვერ მოახერხეს არმიელებმა ლელოს დადება, თუმცა შეტევისთვის მათ კიდევ ერთი შანსი ექნებათ, რაც არ უნდა შორს გამოვიდეს იმნაძე, მაინც ექნება არმიას შანსი, რომ უკვე მეტოქის 22-ის მისადგომებთან იყვნენ, ნახოთ. მაჭარაშვილი დაეუფლა ბურთს. თავად წავიდა გამწვავებაზე, ფეხი დაუცდა. თუმცა რაგში ბურთი შეინარჩუნა არმიამ. ჭავჭავაძე ათამაშა ქურხული, გასუფთავდა რაკი, ისევ ბარბაქაძე, იაგო გელაძე. ინერტულად მივიდა ძალიან გელაძე. თითქოს პასის გაშვება უნდა და შემდეგ კონტაქტში შევიდა და აღარ იყო ეს წინ თამაში. ხა ეს წინ თამაში ბურთზე კონტროლი ვერ გამოსწორდა. მეორე ტაიმშიც რაც რა თქმა უნდა ართულებს შედეგიან შეტევებს როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდისთვის და შერკინება. ამასობაში შალვა ზვიადაური გავიდა, ნიკა ლავრელაშვილი შემოვიდა მის მაგივრად. ერთი ტრავმა იყო პირველ ტაიმში, კეშელავა ლელოს გადარჩენის ეპიზოდში დაშავდა. როდესაც ნავენ ბურთი ჩაჭრა. მის ნაცვლად შემოვიდა ლაშა ბარბაქაძე. შერკინება ყობა ბუჯიაშვილი ბურთით. არმიას გადაეცა, რადგან ადრე გადავიდნენ წიქარას მორაგბეები შერკინებაში. ლაშა ბარბაქაძე გაათამაშა საბა გოგოლაური რა კარგად წავიდა. ვერა და ვერ შეაჩერეს 22-ის ხაზამდე ბარბაქაძე სწრაფი გადაცემა მარჯვნივ. რომელსაც მიხმარება ჭირდებოდა და თავად ბარბაქაძე მივიდა. აქ ჯაში უნდა მივიდეს და გამოიტანოს ბურთი, მისი შესვლა აღარ იყო საჭირო რაკში. ისევ არმიას მორაგბეები ვანო ბერიკაშვილი უკვე მაღალა მივიდა, ჯარიმის უპირატესობა აქვთ არმიას მორაგბეებს. ჯაში მაჭარაშვილი ჩამოიღო ეს ბურთი, თუმცა შემდეგ დაუვარდა. მე მგონი კარი. ექნება შანსი არმიას, რომ ისევ 7 გოლიანი უპირატესობა აღიდგინოს. თქვი ჩვენ რომ ძალიან რთული არის ამ თამაში. დღევანდელ თამაში ქულების მოპოვება, ლელოს დადება ძალიან უჭერს ორივე გუნდს. იყვნენ ახლოს ლელოს დადებასთან როგორც ერთი ლელო გაქვითა რა თქმა დადო არმიამ, თუმცა დამატებით ერთი ლელოს გატანასთან იყვნენ ახლოს ძალიან არმიელები და წიქარაც ძალიან ახლოს იყო ერთი ლელოს გატანასთან, თუმცა ვერცერთმა ვერ მოახერხა და ასე რომ ასაღები ქულები უნდა აიღონ გუნდებმა.
ამასობაში ლევან დარასელია მინდორსაც მიხედა გაზონს გაუფრთხილდა. კი, არმიას მენეჯერი, თავადაც ვეტერანი არმიელი. წლების განმავლობაში არმიას ღირსებას იცავდა მესამე ხაზელი მორაგბე. ლოკომოტივშიც გვახსოვს მისი თამაში. თუმცა იმ ვარსკვლავურ არმიაში თამაშობდა თავის საუკეთესო წლებში. იმნაძე განაახლებს ბურთს, ძალიან კარგი დარტყმული მისი შესრულებით, რომელსაც ეუფლობი მიღება საპირისპიროდ უკვე არმიელებისგან წიქარა პოზიციაზე. მათე კარგი იყო ამასობაში შევიდნენ 22-ში ბუჯიაშვილი, იმნაძე, ასათიანი, ნასენგეზე გავიდა, რომელსაც კარგ ბოჭვას უკეთებს მესხიძე. მოკლე ფრთაზე ყორიაული და ათმო არმიამ მანძილი, თუმცა დაიცვა ამ შემთხვევაში თავის შემდეგ უკვე ცუდი გადაცემა, უპირატესობა კვლავ არის წიქარას მხარეს. ხო, საინტერესოა ჯარიმის უპირატესობა როგორ ჩანს. კი. აქ ჩახურეს ბურთი და თამაშგარის უპირატესობა გვიდიანზე. და ახაც ხელსაყრელი წერტილია ან კარი, ან კიდე. ნახოთ. კარი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კიდე ექნება როგორც ეს ასევე მეორე გუნდს იმის საშუალება რომ ჯარიმით კარში დაარტყან და ყველას ხომ გაიტანა პიტერსმა. ხო, ან ტაბლოზე გვაქვს უბრალოდ მცირედი ხარვეზი, თორემ არის 13-6 კი და შეეცდება ისევ შეიყვანოს 7 ქულაში და ერთ გარდასახულ ლელოში. უпростоრად გარდაუსახავ ლელოში ასათიანმა თავისი გუნდი. ზუსტია 13-9 ანგარიში. ასათიანის ზუსტი დარტყმული მარტივი წერტილიდან. ამასობაში 16 ნომრიანი მაისური ჩემოვიდა ჯაბა ციხელაშვილი. ანგარიში კი როგორც გითხარით გვაქვს 13-9. ხო, მთელი პირველი ხაზი შეცვალა წიქარამ, ხოლო 3 ნომერი შეცვალა მხოლოდ და მხოლოდ თბილისის არმიამ და ალექსის სვიანაძის მაგივრად შემოვიდა შათირიშვილი. მოწინააღმდეგე გუნდში კი რატი ქურაზბედიანი, ნიკა ლავრელაშვილი და ჯაბა ციხელაშვილი სამივე მოედანზეა შემოსული. ცუდი გამოტანა ასათიანი, კარგად იარა ასათიანმა, შემდეგ მასაც უვარდებას გაუგებრობა ცოტა წიქარას რიგებში მათიაშვილი და ფრთაზე ნავე ფეხით გადაკიდება. შეცდომას უშვებენ არმიელებიც უკანა ხაზში, შემდეგ გამოასწორეს და რაკი შეინარჩუნეს. თეოდორაძე არის რაკში ჩართული. ანუ ბერიკაშვილი, რომელსაც ეხმარებიან თანაგუნდელები, გადადის თამაში რაკში. ამასობაში თევდორაძე შემოსულა მოედანზე, ძლიერი დარტყმული ძალიან. გაიშალა რაკურსი კარგია, ასე ბევრად თვალსაჩინო იქნება რა ხდება მოედანზე. მოედანზე ხდება ის, რომ წინ თამაში დაფიქსირდა წიქარას მხარეს.
წინ თამაში და შემდეგ ჯარიმა გააგრძელებინა საბაბულაშვილმა თამაში, მიწაზე მყოფი მოთამაშე არ შეელია ბურთს და დაჯარიმდა. გიორგი თევდორაძეს აქვს შანსი კარგი აუტი გაახერხოს. როგორც თქვი, საბა დავით გვიდიანი საფრანგეთიდან არის, ხომ შემოსული ასევე ნიკა ნეფარიძე, რომელიც წლებია უკვე საფრანგეთში ატარებს სეზონებს, წელს შემოუერთდა თბილისის არმიას, ის პირველ ნომერზე თამაშობს შერკინების პირველ ხაზში. ნახოთ, როგორი თამაში ექნება მასაც მარკაპიდან შემოსვლის მერე. 56 წუთი მიმდინარეობს. დიდი პაუზა გამოვიდა ძალიან იქით. ერთ მოთამაშეს უწევენ დახმარებას პიტერს. ისევ გაჩერება. ხო, უდიდესი პაუზა გამოვიდა. ერთხელ შეგვიძლია გადავალოთ ახლა საცხრილო მდგომარეობას თვალი. პირველ ადგილზე არის ბათუმის სინის მფლობელი, სწორედ ისინი არიან 18 ქულით ლიდერობს გათამაშებას. მეორე ადგილზე გაახლავთ ქუთაისის აია 4-დან 3 მოგებული შეხვედრით. თუმცა არესი გადავიდა. ლაივცხრილში გადაასწრო, ხო? კი, ლაივცხრილში გადაასწრო არესმა მეორე ადგილზე გადავიდა. ხვამლი ხო, არის არეწერა ბოლო თამაში ახლა. 17 ქულა გაუხდა არეს, ხოლო 14 აიას. ხვამლი 11 ქულით იკავებდა ამ ტურამდე, უпростоრად ამ სათამაშო დღემდე მეოთხე ადგილს და დარჩა, თუმცა წინ ეს თამაშია, რომელსაც რეალურად აქვს თეორიული შანსი ალბათ შეცვლის საცხრილო მდგომარეობის და მაგრამ ხომს ვერ ემუქრება. ხომს ვერა ემუქრება ხარებსა და ლელოს. წიქარა. თუ მოიგო პრემიალური ქულით უეჭველად გადავა მათ წინა პოზიციაზე. ხოლო არმიამ თუ მოიგო, არმია უკვე ემუქრება გორს, წიქარას. შეუძლია ორივეს გადაასწროს, გააჩნია რამდენი ქულით და როგორ მოიგებს. ყაზბეგის სტეფან წმინდა კი ბოლო ადგილზეა ერთი ნუგეშის ქულით. ეს კი მოგებული ბურთი ხაციქარა. ნავე აუცურდა ხელი. აუცურდა ხელი ნახუცრიშვილს, ხოლო არაუკანკალდა ხელი საბაბულაშვილს, რომელმაც პირდაპირ კისერზე შევიდა, უხეშად გამოუვიდა, არ ყავს ვიდეო რეფერი ეპიზოდის გადასამოწმებლად, ამიტომ მიიღო საკუთარ შანსი აიღო საკუთარ თავზე ეს ეპიზოდი. დაბლა შესულიყო, თუმცა მაინც ფიჯელი იყო და მაღალ სისწრაფეზე მოდიოდა. დისციპლინაში უჭირს არმიას. მეორე ყვითელი ბარათი მათ. ეს თან ისეთი ყვითელი ბარათი იყო, რომ შეიძლება და ამის თავიდან აცილება. ქვემოთ უნდა მისულიყო უბრალოდ ნახუცრიშვილი და ყველაფერი ამით მორჩებოდა. ვანო ბერიკაშვილის ყვითელ ბარათს კიდე შეიძლება გამართლება ქონოდა, იმიტომ რომ ლელოს გადაურჩა იმ შემთხვევაში. სწორედ ამის წყალობით არის წინ ახლა თბილისის არმია. 4 კაციანი დერეფანი. ბერიკაშვილმა ვერ მოუგო ყორიაული კარგი იყო. გაბრიაძე
დაჯარიმა. იღებს წიქარა შანსებს და ანიავებს. ხო, თუმცა ის კლასი არ ყოფნის წიქარას რითიც უნდა დააბოლოს შეტევები, ყველაფერს კარგად აკეთებენ, შედიან მეტოქის 22-ში და შემდეგ უკვე უჭირთ ძალიან. ეს კი გიორგი თევდორაძის ძლიერი ფეხი, რომლის დარტყმის შემდეგაც გადადიან. უახლოვდებიან ცენტრალურ ხაზს, დერეფანი ცენტრალურ ხაზსა და 10 მეტრიან წყვეტილ ხაზს შორის ექნებათ არმიელებს და როგორც დავინახეთ თევდორაძემ დაიძახა რომ მაღალ სურტყავ, ანუ სწრაფ დერეფანზე გაკეთდება აქცენტი, გავაბურთი 10 ნომერზე და თევდორაძე მაღალ აბრაგანს აწევს. შენ ახლა გაუშიფრე მთელი შეტევა ხო არმიას? თვითონ თქვა, თვითონ უთხრა თანაგუნდელს, არ ვიცი რამდენად სწორად თქვა. შეიძლება დააბნია. ეხა დაარტყავს. ერთს ახლა დაგაბნია მოკლედ. ხო, დამაბნია როგორც შანს გიორგი თევდორაძემ. აჰა, აი ახლა აიწია მაღალი ბურთი. თუმცა წააგეს 10-15 მეტრი. არისო კარგი დაბრუნება მათიაშვილის მხრიდან და თევდორაძის დარტყმით საკმაოდ არაზუსტია. ხო, არის თევდორაძეს ვერ ვცნობ გასული სეზონების შემდეგ ამდენი არაზუსტი ფეხი მისგან ძალიან გასაკვირია. თან წნეხშიც არ იყო. გასაგებია გუნდში გასავლელი აქვს აკლიმატიზაცია სრულიად სხვა სისტემის გუნდიდან გადმოვიდა არმიაში და ჯერჯერობით დაალაგების პროცესშია გეზავი. მოიგეს ბურთი. გავიდა წიქარა ხაზზე გაშალეს ნავე. ნასენგე არის უპირატესობა მათიაშვილი წაიკითხა შესანიშნავად. დაცვაში ინტერვალი შეუტია ამ ინტერვალს. კიდევ ერთი ყვითელი პარადი შეიძლება მოყვეს სწრაფ შეტევა მიდიოდა, მაგრამ არა დაინდო აბულაშვილმა. ხო, მანამდე ნიცა ჯარიმა როგორც ჩანს ძალიან ცუდად არის მათიაშვილი, რომელსაც კარგი გარღვევა ჰქონდა, თუმცა ყველაფერი წესრიგში. თუ არა. ხარს იტკიებს, ექიმი მიყვება. კაცნაკულობის ჟამს კვლავ კარში ურტყავს ასათიანი. უпростоრად მეტოქის კაცნაკულობის ჟამს. ხო, ქულების მოპოვებაზე აკეთებს აქცენტს წიქარა. იქიდან გამომდინარე, რომ არის ძალიან დიდი რისკი აუჩი გადასვლის შემდეგ ლელოს ვერ დადების, ასე რომ რატომაც არა დაარტყავს კარში და მინიმუმამდე შეამცირებს სხვაობას გიორგი ასათიანი. დარტყმული ზუსტი ანგარიში ხდება 12-13. ერთ ქულამდე ამცირებს თბილისის წიქარა თბილისის არმიასთან სხვაობას. თევდორაძე შეიყვანა ბურთი თამაში მაღალი ბურთია მისწრებადი უნდა იყოს სწრაფადვე უბრუნებენ წიქარას უკანა ხაზიდან პასუხს აუძე გადავიდა ბურთი და აუდი დადგება 22-ის მისადგომებთან განახლება მოიგო ასე ვთქვათ ბრჭყალებში არმიამ მინიმალურ ერთი შეტევის მანძილზეა ერთი შედეგიანი შეტევის მანძილზეა წიქარა არმიასთან ამასობაში შემოვიდა გოგიაშვილი წიქარას რიგებში რუსთაველი მორაგბე რომელიც წლების განმავლობაში რუსთავის ღირსებას იცავდა კოტიკო იაშვილიც შემოსულა ამასობაში შათირიშვილის მიძალება ბათუმიდან გადმოსული პირველ ხაზელი გვიდიანი ისიც ახალგაზრდული ნაკრებების შემდეგ
წლები საფრანგეთში ასპარეზობდა. შეძრა შათირიშვილი ყელით როგორი მოშორება, რთულია მისი შეჩერება, აი ახლა წააქციეს, ჩარჩენილი იყო, მაგრამ უჯარიმოდ გავიდა. გელაძე როგორ არ გაშალა, როგორ დაენანა გადაცემის გაკეთება ახლა მესამე ხაზელს. მაგრამ ისევ არ მიაუტევს. ბუჯიაშვილმა და დამთავრდა ყველაფერი ისე. მოუგო ორთაბრძოლა იაშვილს. დამთავრდა ყველაფერი ისე, როგორც მთავრდებოდა აქამდე. მიდის ორივე გუნდი მეტოქის 22-ში, მიდის ძალიან ახლოს ლელოსთან და ჯარიმდებიან. იაშვილს ალბათ უფრო აქტიურად ბურთის გამოღებაზე იმ ეპიზოდიდან და იმ რაქიდან რომ ემუშავა. საჭს უყურებდა აბულაშვილს, რომ რაიმე ნიშანი მიეცა, იყო იქ წესის დარღვევა, ციხარას 9 ნომრის მხრიდან თუ არა. ამაში დრო დაიკარგა და აგვიანეს იაშვილამდე გადამყრელებმა. თორემ მისი საქმე არ უნდა ყოფილიყო, მას უნდა გაუსუფთა ბურთი და ისე გამოვიტანოს რაქიდან მან. ჯაბა ციხელაშვილი მოაწვის ტელეფონში ბურთს. ერთი შედეგიანი შეტევა ჭირდება არმიას იმისთვის, რომ გადავიდეს მეტოქის გაასწროს მეტოქეს და ამ ყველაფერთან ახლოს იყვნენ თითქოს, თუმცა შეიძლება პირიქით მიიღონ ლევო. კარგია. ამ ეპიზოდში რამხელა მანძილი დაფარა, გაიშალა ბურთით სუდი გადაცემა, თუმცა კარგი იყო ამ შემთხვევაში მესხიძე დაფარა მანაც საკმაოდ მოედანი. საკმაოდ მანძილი მოედანზე იაშვილი. იაშვილზე გავდა ნაადრევად თავდასხმას. იბრძვიან და ციქარა თავ გამოდებით იცავს საკუთარ ლელოს. მარჯვნივ გაიშალა ბურთი, ბერიკაშვილი. ბუჯიაშვილი მიწაზე. ხისტი ორთაბრძოლა იყო რაკში. გაწმინდა გვიდიანმა ისე როგორც უნდა გაეწმინდა. ისევ იაშვილი. უკან იხევს არმია, ხო? წინსვლა არ აქვს, კონტაქტის ზონაში უკეთესი არის ციქარა. და ბურთიც წაიღო. შესანიშნავად ითამაშა მათმა კვაჭმა ჯაბა ციხელაშვილი იყო, ხო? კი, ჯაბა ციხელაშვილი იყო, თუ არ ვცდები. ბორაშვილი ჩავიდა. რევას ბორაშვილის ეპიზოდი. 6 ნომერი, ხო? რევას ბორაშვილს ამოუღია ბურთი. სად არის ბუჯიაშვილი? თავზე იკიდებდა ხელს, იმედი მაქვს, რომ ტრავმა არ მიუღია. მას არა, მაგრამ არმიელ მორაგბეს კურნალობენ. შემოვიდა ნიკა ნეფარიძე, შემოვიდა ტატო გვიმრაძეც მასთან ერთად 20 და 17 ნომრებით. იცვლება ერთი ვინც ვიცით. საბა გოგოლაური, თუმცა აი მეორე ცვლილება ვინ იქნება საინტერესოა. იგი ქურხული, გიორგი ჭურაძე, იაგო გელაძე ერთ-ერთი ამათთაგანი. არა, იაგო მოედანზეა. ნახავთ რა თქმა უნდა, გაბრიაძე კარგი ბოჭო, ჭურაძეც მოედანზეა, სავარაუდოდ გიგი ქურხული გავიდა. შიდა მხარეს გადაცემა, როგორი ხისტი ბოჭვა. ჭურაძის შესრულებით თავადაც დაშავდა. წინ თამაში იყო, რა თქმა უნდა და შერკინებით გაგრძელდება ახლა თამაში. რაც პირველ ტაიმში კარგი გქონდა, შეიცვალა იმით, რომ ძალიან დამძიმდა მატჩის მეორე ნახევარი. უმატეს შეცდომებს ძალიან.
გვიმრაძე დგას 8 ნომერზე. გამოვიდა შერკინებიდან ბურთი ჯარიმის უპირატესობაც მიიღო არმიამ. ხო, მიიღო ჯარიმის უპირატესობა, თუმცა ხელით უტევს მაინც არმია, შეეცდება ახლა რაიმე საინტერესო შექმნას, კარგად ითამაშა ძალიან, თუმცა მაჭარაშვილმა ამოაგდო კიდეც ნახუცრიშვილი ჩაერთო შემდეგ. გუნდის კაპიტანმა უკვე რაკში გადაიყვანა თამაში. ფეხით ძლიერი მოუვიდა გადაკიდება თევდორაძეს. და აუსრულა უპირატესობა. ხო, ძალიან ბევრი ირბინეს, თუმცა აი ახლა შეუულიათ ბურთის წამოღება არმიელებს. ჭურაძემ გადააწოდა მაჭარაშვილს. და თამაშგარის უპირატესობაც ისევ არმიას ეკუთვნის. თევდორაძე კარგი ცრუ მოძრაობა. ბარბაკაძე შიგნით შევიდა და შემდეგ მოხვდა მაგარი ბოჭვა ძალიან. აი ახლა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი იქიდან გამომდინარე, რომ გიორგი თევდორაძე თუ დაარტყა კარში და გახდა ანგარიში 16-12, შემდეგ უკვე წიქარა. ნელ-ნელა ლელოზე უნდა ითამაშოს. აუცილებლად მოუწევთ ლელოზე თამაში. თუ დაარტყა და გაიტანა, რა თქმა უნდა, ჯერ ეს პირობაა შესასრულებელი. როგორ ხურვალედ გულშემატკივრობენ თბილისის წიქარას. თუმცა მაზუსტია. თუმცა წნეხმა არ იმოქმედა. გაართვა თავი. გიორგი თევდორაძემ დარტყმას და ანგარიში ხდება 16-ით 12 4-ქულიანი უპირატესობა თბილისის არმიას სასარგებლოდ. ახლა ჭირდება იმნაძეს კარგი დაკიდება, მისწრებადი. ხო, დრო აღარ რჩება ბევრი. წიქარას ამ შეხვედრის გადასარჩენად მაღალ წერტილში დაიკიდა ბურთი, მიღებაზე თამაში ძალიან კარგი იყო, შემდეგ უკეთესი იყო დაცვის ხაზი. საბოლოოდ ბურთი მოიპოვა წიქარამ, უჭირს მიღებაზე თამაში არმიას და შემდეგ ბურთის შენარჩუნება ასათიანიში და მხარეს იკითხება ეს გადაცემა მაინც კეთდება და წინ თამაშის შემდეგ ბურთი არმიელებს. როგორც ჩანს, იყო ორმხრივი წინ თამაში. ბერძენიშვილი არის მოედანზე. დიმიტრი ბერიძე და გიორგი მექვაბიშვილი არიან დარჩენილები მარკაფაში არმიას რიგებში, ხოლო წიქარას მხრიდან ფრიდონ მეშაგური, გიორგი ფოცხვერაშვილი და ლუკა ბურდული არის შემოსასვლელი. თითოეული გაჩერება ძალიან დიდ ხანს გრძელდება. რაც თამაშის ყველანაირ ტემპს კლავს. აბა ნახოთ როგორ გამოვა არმია ამ სიტუაციიდან. თუმცა პირველ ხაზში საკმაოდ უპირატესობა აქვთ. გამოცდილი მოთამაშეები ყავთ. გამოვარდა დაეუფლა მაინც არმია ამ ბურთს. უნდა შევიდნენ რაკში და გაამაგრონ რაკი. ასეც ხდება ვანო ბერიკაშვილის მიძალება, თუმცა
კარგ წინააღმდეგობას უწევენ წიქარას მორაგბეები. იაშულმა დააგრძელა რაკი ძლიერი დარტყმული უნდა დარჩეს ეს ბურთი მოედანში და ასეც ხდება მათიაშვილი. დარტყმული გამოვიდა ცენტრისკენ წავიდა ბურთი. სოსო მათიაშვილის მაღალი დაკიდება ჩაუვარდა არმიელ პირველ ხაზელს ბურთი. ისევ არმია მარჯვნივ გაიშალა მაჭარაშვილი. მესხიცეს უკან უვარდება. გადაარჩინა ეპიზოდი. ჯაბა შათირიშვილი, რომელიც თითქმის ყველა კონტაქტს იგებს. გვიდიანი, მანაც წინ წაიწია გადალახა უპირატესობის ხაზი მარცხენა მხარე ნახუცრიშვილი შეძურა თავად. შვენივრად წაიღო კაპიტანმა ბურთი. ჭკვიანური ჩანაფიქრი ჰქონდა იაშულს. თუმცა ყველას ჩამოაძინა. ვერავინ ვერ წაიკითხა მისი ძალიან კარგი აზრი. ფორმბოჭავს გაცდა ნავე და თავადვე გადაყარა. მათიაშვილი ასათიანი გაიშალა, ბერძენიშვილი შეიძლება გამწვავება ამ ეპიზოდის. თუმცა ორმაგი ბოჭვა მოხდა ნოქარაშვილს, კონტრ რაქის მცდელობა. იქვე მიეძალა რატი ქურაზბედიანი. ბარბაკაძემ ამოიღო ბურთი. გადამყრელი კი იყო პირველ ხაზელი მის წინ. აი თითქოს ენერგია გამოელია ორივე გუნდს მეორე ტაიმის ტრავმაც იყო და აღარ ყოფნით ენერგიები და თამაშის დროს აი შეტევაში და სიტუაციების ბოლომდე მიყვანა, ასე რომ ჯერ არმია უშვებს შეცდომას, მერე წიქარა უტევს და წიქარა უშვებს შეცდომას და ესეთ გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს თამაში. ძირითადად 22-დან 22-მდე შუაში არის და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა თბილისის არმიას აძლევს ხელს. თუმცა ვნახოთ ახლა რას მოიფიქრებ, რა ხდება? ბურთი არ მოეწონა ჭავჭავაძეს? თუ აქ კითხულობ. ახაც ბუჯიაშვილი გამოვიდა, ბერძენიშვილიც გამოდიოდა თითქოს, აი. არა, უბრალოდ ფრთაზე დადგა. ბუჯიაშვილი თუ შეიცვალა, ბერძენიშვილი გადავიდა 9-ზე, ესე იგი უბრალოდ არ ყავთ წიქარას მარკაფაში 9 ნომერი. 9 ნომერი არის ბერძენიშვილი. იმიტომ პირველ ლიგის თამაშებში სწორედ ის 13 ნომერზე იდგა და ორივე პოზიციას ფარავს 9 ნომერით შეუძლია უნივერსალი მორაგბეა. შიგნით კარგი ამოგდება, არმიელების შეტევა მიდიოდა, გრძელდება თამაში. კარგად ირბინა წიქარას მოთამაშემ, ყორიაული დარძულიძეს გადააწოდა. მაჭარაშვილი დაჯარიმდა. ყვავ, თაზე ჩარჩენილი ჯიუტასა ნავე, რომელიც დიდ უპირატესობას აკეთებს ძალიან. იმნაძე იქვე გაატანა გაბრიაძეს, რომელიც აქტიურია, ხო, ძალიან თელი მატჩის მანძილზე ძალიან კარგია კონტაქტის ზონაშიც. უკან იხევს. წიქარა უპირატესობით ვეირიხეირა შესაბამისად. აბა საბა რას გადაწყვეტენ ახლა, კარი თუ აუტი? ალბათ 8 უკვე აუტში გადასვლის. ნახოთ. თან გასაგებია რომ ცენტრია და ძელებს წინ არის, მაგრამ დისტანცია 50 მეტრი არის თუ ისე ცოტა არის ასათიანისთვისაც კი. სწორედ ამიტომ კიდეზე გადადის წიქარა, გადადის შესანიშნავად დათა იმნაძის დარტყმა. გამოვიდა ბრწყინვალე. ნახავთ თუ არა ისეთ დრამატულ დასასრულს, როგორიც გქონდა მაგალითად არმიალელოს თამაში, როგორიც იყო აიალელოს თამაში, როგორიც გუშინ იყო გორი ყაზბეგის თამაში, სადაც ბოლო წუთებზე გადაწყდა გამარჯვებულის ვინაობა. ხარებილელოც ასეთი იყო.
ჭავჭავაძე თამაშობს 78 წუთს. ბერძენიშვილი იმნაძე შეიყვანა, გაბრიაძე ისევ კარგი იყო ახალგაზრდა მეორე ხაზელი. მაგრამ ყბასით კიებს ძალიან იმედია ტრავმა არ მიიღო. მაგრამ სანამ ამ ყველაფერს გავარკვევთ, წვავედ უტევს წიქარა. ისევ ბერძენიშვილი. კარგად წაიღო ლავრელაშვილმა. ისევ ჯარიმის უპირატესობა. ჯარიმა ბერძენიშვილმა შემოაბრუნა შეტევის მიმართულება. იმნაძე დაიძაბა, ძალიან დაიძაბა ჩვენ თამაში სიტუაცია. დარტყმანულოვან ზონაში. კიდევ ერთი მიძალება. ბოჭვა ვერ კეთდება, თუმცა შეაჩერეს ლავრელაშვილი. ხო, იქიდან გამომდინარე, რომ ქაოსი იყო ერთ-ერთი მოთამაშე მაისურის გარეშე იყო, სავარაუდოდ ჯარიმის უპირატესობას დაუბრუნებს საბა აბულაშვილი. როგორც ჩანს, დრო გაჩერებულია და ესაუბნება ნახვიცრიშვილს. თუმცა ორი ყვითელი ბარათი აქვს უკვე საბა აბულაშვილს გამოყენებული და ამ სიტუაციაში აღარ გაასიმბინა არმიელთა მორაგბეები, თუმცა უთხრა ის, რომ უფრო ფრთხილად უნდა იყოთ. ნახოთ, აი შემდეგ ჯარიმას რა მოყვება არ ვიცი. ხო, რადგან კიდეზე აიღო ჯარიმა, ნიშნავს, რომ უნდა გადავიდეს კიდეზე. და წავიდეს ლეველზე. ათამაშებენ. აქ შესატევად ერთი მხარე უნდა დაიცვას ახლა არმიამ, თუ ცენტრში იყო წინა ჯარიმა, იქ უფრო გაუჭირდებოდა რა თქმა უნდა თბილისის არმიას. თუმცა ვნახოთ. ჩეჩქავს წიქარა და აქვთ წინსვლა. ძალიან დაიძაბა, აი სანტიმეტრები ალბათ ლელომდე. ფურთი გამოვარდა, გამოსულია. ერთი კონტაქტი უკან დაიხია წიქარამ. როგორი ბრძვის ჭურაძეც აღარ შეუღარ დგას ფეხზე, მაგრამ მაინც აკეთებს ბოჭვებს. უჯარი მოდიცავს თან არმია, ხო თავს? კი. ფეხით გადაკიდება. დაეუფლა და ამიცა რა ფინალი გვაქვს დღევანდელი შეხვედრის. შესანიშნავი თამაში, რომელსაც ასრულებს ჯიუტასანავე, ლელო, რომელსაც წიქარა ასეელოდა მთელი თამაშის განმავლობაში და გაიტანა ლელო, რომელიც იყო ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშის მოსაგებად. 12-ით 16 იყო ანგარიში, ახლა გახდება 17-ით 16 და გარდასახვა აქვს დასარტყამი თბილისის წიქარას მორაგბეებს. ყველაფერი გააკეთა თბილისის არმიამ იმისთვის, რომ თავი დაეცვათ, თუმცა ჯიუტასანავეს ვერაფერი ვერ მოუხერხეს დღეს. ხო, ასათიანის გამოზომილი ძალიან ზუსტი გადაკიდება, შეკუმშული დაცვა და ვერაფერს გახდა იქ. ძალიან კარგი მორაგბია ტაბატაძე, ახალგაზრდა 18 წლის არის თუ არ ვცდები, შეიძლება 17-ისაც კი იყოს, იმდენად ახალგაზრდა არის. თუმცა ვერაფერი მოუხერხა მასზე ფიზიკურად ძლიერ გამოცდილს ჯიუტასანავეს. დარტყმა ზუსტია და ანგარიში ხდება 19-ით 16, როგორც ჩანს თამაში ჯერ არ დასრულებულა და თამაშის შეყვანის დრო დარჩა ჯერ კიდევ. მოდი ვნახოთ საბა ოქმის დროით თუ ოქმის დრო რას გვანახებს 79 წუთს, ანუ ნიშნავს, რომ ერთი შეტევა ექნება, ერთი გათამაშება ექნება არმიას. ახლა თავისი გამოცდილება უნდა ჩააქცევოს ამ დარტყმაში გიორგი თევდორაძე და მაქსიმალურად მაღალი და მისწრებადი კარგი იქნება ბლოკსაც თუ გადააცილებს. ბევრი რამე დავავალეთ, თუმცა იმნაძე გაიქცა იმნაძე ბოჭავისგან. წამები აქვს სავარაუდოდ დასაცავი. ახლა წიქარას. ყორიაული. ახლა არ უნდა დაუშვან შეცდომა
წიქარას მორაგბეებმა. მორჩადრო როგორც ჩანს, ბერძენიშვილმა გაიტანა ზურგს უკან ასათიანი ასრულებს მატჩს და წიქარას ზედიზედ მეორე გამარჯვება დიდიათის 2025-26 წლების სეზონში არმიას კი კვლავ წარუმატებელი სტარტი აქვს. საოცარი ორთაბრძოლა ჰქონდა დღეს. გარდამავალი უპირატესობა მოედანზე, წიქარა დაწინაურდა და მოიგო კიდეც თამაში. წიქარა აგროვებს ამ გამარჯვებით 9 ქულას და უტოლდება ხარებს და ლელოს, ხოლო არმიას ემატება 1 ქულა ნუგეშის და გაუხდება 2 ქულა. ასე რომ ჩვენი ცხრილი გამოიყურება ასე: პირველი პოზიცია ბათუმი, შემდეგ არესი, აია, ხვამლი, ხარები, ლელო, წიქარა, გორი, არმია, ყაზბეგი. ძალიან კარგი თამაში იყო. დრამატული დასასრულით, დაძაბული ტური გამოგვივიდა ძალიან, ახლო თამაშები იყო და თითქმის ბოლო წუთამდე ვერ გავარკვიეთ გამარჯვებული მთლიანი ტურის განმავლობაში. ჩვენ კი ამით უნდა დაგემშვიდობოთ, ძალიან კარგი საღამო იყო, კარგი თამაშები იყო. მადლობა ირაკლი ბაღათურია, საბა ჟორჟიკაშვილი. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.